ძირფასო რადიო მსმენელებო და რადიო მაყურებლებო, ვინც ახლა შემოგვიერთდით და პირველ ბლოგში არიყავით ჩვენთან ერთად, გეტყვით რომ სასწაულის სტუმარი მყავს ილია ნიკაჭაძე, რომელიც ფაქტობრივად გვაძლევს გასაღებს, როგორ უნდა გავიცნოთ საკუთარი თავი, როგორ უნდა გავიცნოთ ჩვენი ოჯახის წევრები თუ პარტნიორები და უფრო მსუბუქი და ლაღი გახდეს ჩვენი ცხოვრება. მე ასე დავინახე ეს ყველაფერი თუ დამეთანხმები. წინა ბლოგში შეგვპირდა ბატონი ილია რომ მიმოიხილავს ადამიანის ყველაზე პოპულარულ ტიპაჟებს, ხო? თუ როგორ თქვა სწორად? მიმოვიხილოთ მონ ძირითადი ტიპაჟები. მოკლედ ცხრავე. ერთიანზე უკვე თქვი რომ ეს არის იდეალისტი, ეს არის პერფექციონისტი, ეს არის ადამიანი რომელსაც უყვარს ნაგიგმილად ცხოვრება, დეტალებზეა ფოკუსირებული, ძალიან ორგანიზებულია. სჭირდება მაგალითად მეტი სინათლე ურთიერთობაში, რას გავაკეთებთ, როგორ გავაკეთებთ, სად გავაკეთებთ, რამდენი ხანი დაგვჭირდება ამისთვის და ასე. ესეთი დეტალები მის საკვანძოდ მნიშვნელოვანია. ხა ამ ადამიანთან ურთიერთობაში უნდა გავითვალისწინოთ ის რომ ძალიან მოწესრიგებულია და შენგანაც ამ მოწესრიგებულობას ითხოვს და არ უყვარს წესების, ნორმების, სტანდარტების დარღვევა, რაღაცა მორალურ და ეთიკურ საკითხებში ყურადღებას აქცევს. Facebook-ზე მაგალითად შეამჩნევდით გრამატიკულ შესწავლებს გვისწორებენ ხოლმე ხშირად და რომ მისთვის წესია მთავარი, აი დათა თუთაშხიას ტიპაშია, რომ ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე. ურთულესია ჩემთვის მასთან ურთიერთობა პირველ ნომერთან. ურთულესია, უკვე გავგიჟდი რომ ჩამოთვალე, აღარ მინდა იმის ნახვაც. ვიღაცისთვის ძალიან კომფორტულია ერთიანი, იმიტომ რომ ძალიან სტაბილურია და სურპრიზებს მისგან არ უნდა ელოდო. რომ გეტყვის გააკეთებს. გასაგებია. ორიანი არის მზრუნველი ტიპაჟი, ეს არის სხვებზე და სხვების დახმარებაზე ფოკუსირებული ადამიანი. ეს არის ტიპი, რომელიც საკუთარს გადადებს, საკუთარ პრიორიტეტებს და შენ დაგიდგება გვერდით. ჯენ შენ ხარ მისთვის, მე თვითონ არის. და ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან მარტივად ხვდება შენ საჭიროებებს და შეიძლება არ იცი და უკვე მიხვდეს რომ ჩაიგინდა. ან რაღაცა შემოდგომის კოლექციაზე ფასდაკლება ჩაგიგდოს, იმიტომ რომ იცის რომ გაინტერესებს და შენ საიდან მაგრამ იმდენად დაკავებულია შენზე რომ ხდება ამ ყველაფერს. მაგალითად ესეთი ტიპები ძალიან ხშირად არის ხოლმე წარმატებული ადამიანის მეორე ნახევრები. და რომ ეს დაკავებული წარმატებული ტიპი შეიძლება ქალი იყოს, კაცი არ აქვს მნიშვნელობა, საჭიროებს ესეთ მხარდაჭერას და ესეთ გვერდით გომას. ილია ჭავჭავაძეს ხავდა ოლღა გურამიშვილი ასეთი მაგალითად. გასაგებია. ყავდა ჰენრი ფორდს, კლარა ფორდი ყავდა. ხა რო არის ფიქრობ მაგის ქალია ორიანი, კოკო შანელს თავისი ორიანი ყავდა. კი, ბოის ორიანი გადასარევ. და მისი მხარდაჭერით იყო კოკო რო დაიწყეს პირველი დიზაინერული კარიერა, ხო? სკუდების მაღაზიაში. მიდი არის ორიანი, ხო? აი მიდი რა შენ კენო არ და ბოლომდე მოყვები. სხვა შორის ერთი ძალიან მაგარი ანეკდოტი არის ორიანზე. ანეკდოტებიც აღნიშნებზე, კარგად ხასიათს ვაჩვენებ, ცოტა უტრირებული ვარიანტი. ეს ანეკდოტი არის, რომ ორიანი ეუბნებაო თავისო კრაშსო, რომ ისე მომწონხარო, რომ მინდაო საწოლშიო ყავა მოგართვაო. აჰა. ხო და ეს პასუხობს რომ აიმე რა სასიამოვნოა, მაგრამ ცოლი რომ მყავსო, ნუ მეუღლე მყავსო. რა პრობლემა ურყავას მოხდა? ორივეც მოგართვა. აი როგორ ჩანს ხასეთ რომ ბოლომდე გადაყვაზე, ბოლომდე დაასაფორთა, ბოლომდე გვერდით და ბოლომდე მისიანია. ეხდით ახლა ერთიანი აქ რას იზავდა რომ როგორ ბედავთ დაოჯახებული ადამიანი ჩემთან ფლირტს, იმიტომ რომ ის მორალის კუთხით განიხილავს ამ საკითხს. სამიანი არის ტრიუმფატორი, ეს არის ყველაზე შედეგებზე და მიზნებზე ორიენტირებული ადამიანი, რომელსაც წარმატება არის ამოსავალი წერტილი. მას უნდა ყველგან ყოველთვის იყოს საუკეთესო, მას უნდა რომ ტას უკრავდნენ, მას უნდა რომ აღიარონ როგორც პირველი და ეს რაღაცა მეორე რო არ არის მისნაირი მაგარი ამ სივრცეში. სამიანის ძირითადი აქცენტები არის ის, რომ ბევრს მუშაობს, ყველა სფეროში ცდილობს მაქსიმალური შედეგი დადოს, ან ორხაგოლიზმისკენ არის მიდრეკილი და ცოტა ნარცისული ტენდენციები არის, იმიტომ რომ აღიარების დიდი დოზით ცხურვილი, ესე ვთქვათ, აქვს. კი, ხა ცნობილი ადამიანები, რაღაც სპორტსმენები არიან ხოლმე ძალიან ხშირად, ნონა გაფრინდაშვილი და ნონა დღემდე თამაშობს და დღემდე პირველობა უნდა და რო არა მის ესეთი ჟილკა და პირველობის წყურვილი, ესეთი მაღალი შედეგები არ ექნება. კრისტიანო რონალდოც ამ ტიპას განეკუთვნება, კობი ბრაიანტი, მაიკლ ჯორდანი, პელე. ამ კატეგორიის ადამიანები არიან, ბიზნესშიც ხშირად ხვდებიან ხოლმე ესეთი ტიპაჟები, იმიტომ რომ ეს ხასიათი საქმეს და ბიზნესს ძალიან უხდება. ხო, შეგვიძლია ავიღოთ ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მაგალითად, რომელიც აი ამ ხასიათის და ამ ტიპაჟის ადამიანი. ოთხიანი არის ინდივიდუალისტი, ეს არის ყველაზე შემოქმედებით, ყველაზე კრეატიული ადამიანი, თითქოს მხატვრები, პოეტები, მწერლები არიან, ცოტა დრამატული ხასიათი აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ემოციები უნდა, ყველაფერში ემოციები უნდა. იქაც კი სადაც ემოციის ადგილი არ არის, ის ქმნის ამ ემოციას. მისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ემოციით ის გრძნობს, რომ ცოცხალია.
ეს არის ტიპაჟი, რომელიც ცდილობს ყველასგან გამორჩეული და განსხვავებული იყოს. რაღაცა დემნა გვასალი ამ ტიპაჟის არის. galaktioni იყო ამ ტიპის. ჯოან როულინგი ყველაზე გაყიდვადი წიგნის ავტორი ჰარი პოტერის. ამ ტიპას აქვს საოცარი ფანტაზიის უნარი, საოცარი შემოქმედებითი აზროვნება აქვს და თუ ეს ტიპაჟი საკუთარი ხასიათის გადატანა შეძლებს შემოქმედებაში, როგორც წესი, რაღაცა შედევრს ვიღებ. შედევრი იქნება. ნიკო ფიროსმანიც ამ კატეგორიას განეკუთვნება. ხუთიანი ეს არის ტიპაჟი მარტო ხელა მოაზროვნეს ეძახიან, ყველაზე მეცნიერა ტიპია. ნობელის პრემიის ლაურეატებს უმეტესობა ამ ტიპას განეკუთვნება, იმიტომ რომ ეს არის ძალიან რაციონალურად მოაზროვნე, მათემატიკური ლოგიკით მოქმედი ტიპაჟი, ამავდროულად ძალიან არაემოციური. კი, აი მათემატიკურად უდგება, ბევრს ფიქრობს, ბევრს სწავლობს, მაგრამ ემოციის გამოხატვა უჭირს. ერთი ხუმრობა არის ამაზე, რომ ხუთიანს ეუნებიანო, რომ ცოლი ეუნებაო ქმარიო, რომ რამდენი ხანიაო არ გითქვია, რომ მიყვარხარო. აი 10 წელია ცოლ-ქმარი ვარ და არ გითქვია რომ მიყვარხარ. და ხუთიანი პასუხობს, ერთხელ ხო გითხარიო, თუ რამე შეიცვლება? გეტყვია მასაც. ის ვერ ხედავს, რატო შეიძლება რომ გამოხატოს ემოციები ხშირად. ანუ ემოციას მიზნობრივად გამოხატავს. ეხლა იგივე რომ შევადარდნოთ ერთიანის გარეთ განსხვავდება, მსგავსი ხუმრობა არის ერთიანზეც, რომ ერთიანს ეუნება პარტნიორი, რომ 10 წელიაო შენგანო მხოლოდო ცოლ-ქმარი ვარ თუ 10 წელიო და შენგან მხოლოდ შენი შვნები მესმის. და ერთიანი პასუხობს 10 არა 11. გასაგებია. ესე შეუსწორა. ასაკი კი. იმიტომ რომ ამის სიზუსტე მნიშვნელოვანი კონკრეტიკა, ეს აბსტრაქტული საუბარი მას არ აინტერესებს და არ ჭირდება. კი ბატონო. ექვსიანებს ეძახიან სკეპტიკოსებს და ლოიალისტებს, რომ ეს არის ენიანი ნიშანი, რომელიც ძალიან ერთგული, ყველაზე ერთგული ნიშანია, მაგრამ სანამ ერთგულებაზე გადავიდა გენდობა, ჯერ აქვს უამრავი კითხვა და უამრავი შიში. იმისა რომ ვაიდა ისეთი არ ხარ როგორათაც თავს მაჩვენებ. საფრთხეებზე ფოკუსირებული ტიპაჟია და საფრთხების განეიტრალებაზე. თუ მაგალითად სამიანი უყურებს რაღაცას და აქედან შესაძლებლობას ხედავს, რომ ამისგან მე საუკეთესო რაღაცას გავაკეთებ, ექვსიანი ფიქრობს რისკზე, რომ ვაიდა არ გამოვიდეს. ამიტომ მაგალითად როდესაც იწყებთ რაიმე აქტივობას და ექვსიანთან კომუნიკაცია გაქვთ, პირველი რაც მისგან წამოეჭვები, რომ დაუშვით ვარჯიში დაიწყე და ვაიდა კუნთი დაგეჭიმოს რა შვები. კარგ ტრენერთან მიხვედი, აი იქ დახურულ სივრცეში ამდენი ვირუსები რო არის, გაჩვენებს რისკს. რატო გაჩვენებს? იმიტომ რომ ეს რისკის პრევენცია გააკეთო. იმიტომ რომ თვითონ ხედავს რისკებს და პრევენციაზე ფოკუსირებს და გონია რომ შენც ასე უნდა მოიქცე. თუმცა მის აი ამ ეჭვის ტალღას თუ გადალახავ და სკეპტიციზმის ტალღას გადალახავ, მაშინ ეს არის ყველაზე ერთო, აი კუბოს ადამიანს ვიღებთ. გიერთგულებს, ხო? აი ყველა ტიპაჟზე ვიღაც გამახსენდა. რა საინტერესო რამეა გაგიჟებული ვარ. ოღონდ ჩემი თავი ჯერ ვერ ვიპოვე. აი შები შემდეგი იყოს. თავგადასავლების მაძიებელი ყველაზე მხიარული, პოზიტიური, ენერგიული, ცოცხალი, არ უყარ ჩარჩოები, არ უყარ შეზღუდვები. ზედმეტი ვალდებულებები. აი შენ დახსენე დასაწყისში რომ ძალიან ბევრ საქმეს აკეთებ. ხო, ეს არის ტიპაჟი, რომელსაც უჭირს ერთ რაღაცაზე გაჩერება და ხტება ერთიდან მეორეზე, მეორედან მესამეზე. იმიტომ რომ ჩარჩო არ უნდა რომ უსაზღვრო იყოს მისი. მე ვარ, კი. მარტივად ბეზრდება სხვათა შორის რაღაცეები და ეს სიახლის მოთხოვნილება ხოლმე ძალიან ხშირად, კი. ეხლა ამ ტიპაჟზე ძალიან ბევრი კარგი ადამიანი მახსენდება, ერთად შოუ ბიზნესიდან. ერთად მსახიობები ძალიან ბევრი არიან, რომ გადავხედოთ ჰოლივუდს. არ ვიცი, ბევრს ბრედ პიტი უნდა გავიხსენოთ, მაგალითად, ხო კამერონ დიასის ამ ტიპაჟის არის. იმიტომ რომ ამ ტიპაჟისთვის სამსახიობო ხელოვნობა არის ეს სიახლე, რომ ყველა როლში ახალი ადამიანი, ახალი ცხოვრება გაქვს. ეხლა და მის სტრატეგიაზე, მის აზროვნებას ეს საქმიანობა ძალიან კარგად ძალიან უხდება კი. ამის საპირისპიროდ ხა ბუღალტერი რო იყოს 7-იანი, იქნება ჯოჯოხეთი მისთვის, იმიტომ რომ მოსაწყენია მისთვის ეს ციფრები, ერთი და იგივე ცხრილები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შენი ტიპაჟის შესაფერისი გარემო შექმნა, სადაც შენი ტიპაჟი ძლიერ მხარეებს გამოავლენს და არა პირიქით. კი ბატონო. 7-იანზე ბევრი კარგი ანეკდოტი ვიცი, მაგრამ ცალკე მოგიყვები ჯობია. კარგი, მე მომიყევი, რომ 8-იანი 9-იანი და 10-იანი არ დაგვრჩეს თუ 9-იანი არ დაგვრჩეს ისე. 8-იანი არის ყველაზე დომინანტური მაკონტროლებელი ტიპი, ძალაუფლების მოყარე ტიპი. ერთად ამ ნიშნის ადამიანები არიან ხოლმე პრეზიდენტები, პრემიერები, დირექტორები. რატო? იმიტომ რომ ეს არის რისკზე წამსვლელი ტიპი, ეს არის ბრძოლის მოყარე ტიპი, ეს არის ტიპი, რომელიც ზარეშინია არანაირი გამოწვევის და მზად არის რომ ძალაუფლება და კონტროლი მოიპოვოს ბრძოლის ფასად მათ შორის. ნუ მაგ მე ვახსენე ილია ჭავჭავაძე, ჩერჩილი, რუზველტი, კოკო შანელი, კი, ესენი წამოვიდნენ უშიშარი. კი, აი ესეთი დომინანტური და ძლიერი ტიპები არიან, კი. ეხლა ამ ტიპასთან ურთიერთობაში უნდა
გავითვალისწინოთ, რომ უნდა მივცეთ ძალაუფლება, სხვა შემთხვევაში ბრძოლას დაიწყებს. სხვა შემთხვევაში წინააღმდეგობაში შემოვა. აი ცხრიანი პირიქით არის ამ მშვიდობის მყოფელი მედიატორი ნიშანი, რომელსაც უნდა რომ ოღონდ არ ვიჩხუბოთ, ოღონდ ჰარმონია და სიმშვიდე ეს ტიპაში დამაკალდა კი ბატონო. და არაფერი მეტი არ მინდა, ხო? გასაგებია. ვახ. ხო, ეხლა რომ შევაჯამოთ, ნახე, ყველა ტიპის შეება იყოს ჩვენში, ყველა. მაგრამ ერთი არის წამყვანი. ერთი არის ის, ვინც ყველაზე დომინანტურია ჩვენ ხასიათში და რომლის სტილითაც და მიდგომებითაც ძირითადად ცხოვრობ. ცოტა სხვა შეება შემოერიოს. უზომოდ საინტერესო სტუმარი ხართ, თქვენთან დილამდე ვისაუბრებდი დაუსრულებლად, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. ერთადერთი ჩემს რადიო მსმენელს ვერ გამოვტოვებ იმის გარეშე, რომ თქვენ უნდა დაგვიტოვოთ, სად მოგწეროთ, სად გიპოვოთ კი ბატონო, Facebook-ზე ილიანი კაჭაძე შეგიძლიათ მომწეროთ, როგორც თქვი, ენიაგრამას ტრენინგს 14 ნოემბერს ვიწყებთ, ონლაინ არის, ნებისმიერი ადგილიდან შეძლებთ ჩართვას, პლუს ვიდეო ჩანაწერები გვექნება და თუ გაგიცდება, თუ ყურებთ, ესე იგი გვექნება 2 შაბათი, 4 შაბათი, პარასკევი, საკამო 9 საათზე. შეხვედრა 2 საათის განმავლობაში თითოეულ ენიანი შანს ძალიან საფუძვლად და დეტალურად ავხსნით, ისე რომ საკუთარ ნიშანსაც გაიგებთ, სხვა ადამიანის ნიშნებსაც გაიგებთ. მეც დამინახავთ იქ, ამას ვერაფრით ვერ გამოვტოვებთ. გაიმარტივებთ ცხოვრებას. მაშინ დაველოდოთ უკვე იქ ტრენინგზე ჩვენს მეგობრებს და დანარჩენს უკვე პირადში მოგწერენ. მე კიდე უზომოდ დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ იყავით ჩვენი სტუმარი.